ვერ რა ვიცი ახლა გაიც არ გამოხედო გავს არაფერი არ ყოლა მაშინ საკასო მინდა ჩავიდე ერთი ორი სიტყვა ვუთხრა გაც რისი თქმა გინდათ რისი თქმა მინდა და ჩვენ დაკარგულებს ახლა კი არა ერთი ოთახი მომცენ და რაღაცა აქ იმას შევთხოვე ახლა შეხვედრინა ნახე აბა თუ დაიძინებს ეგანა კაცი პრეზიდენტი ხდება ხო ამბობენ და რა საკითხები იქნება მე რა ვიცი არ ვიცი რასაც ხალხი დასვამს ის საკითხი პრეზიდენტმა ისურვა როგორ დაზარალებულები იყო ზუგდიდის რაიონში ასევე როგორც ვიცი შეხვდა თვარცდების სვანეთში და ამ შეხვედრებთან დაკავშირებით აქვს დღესაც შეხვედრა ასევე დარჩელში დარჩელში რა თემასთან დაკავშირებით ვინ არიან დარჩელში ვინ დაზარალებული დარჩელში ხა მოსახლეობას ხდება კონკრეტულად მაგრამ დარჩელშიც პრინციპში იგივე პრობლემებია წყალდიდობებთან დაკავშირებით ნაპირ სამუშაოებთან დაკავშირებით პრევენციული ზომებთან დაკავშირებითაც ალბათ ექნება საუბარი მაგრამ ეხლა ყოველ შემთხვევაში თვითონ კონკრეტულად დარჩელის მოსახლეობასთან აქვს შეხვედრა. მომწონდეს პრეზიდენტი აც მოვიდოდიან. ძველებურად რა ის. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, რატომაც არა. ყველაფერი მოსახლეობას, დარჩელის მოსახლეობას, სამშვენივრად და ყველაფრით მაყოფილი ალბათ ხალხი. საავადმყოფო 30 საწოლიანი. ის საავადმყოფო გაგვიუქმნეს. ამბულატორიაც არის, ორივე გაუქმებულია. ვინ არ მოვიდა, ყველას უთხარით და ზომები არავინ არ მიიღო და ვერ მოვასწარეს მაგის თქმა, რომ მემარჯვენეები ჩამოვიდნენ, მანანა ნაწყებია ჩამოვიდა. და იმას შევჩივლე, მე უთხარი მიაწვდომე უბრალოდ ხმა, მე უთხარი რომ საავადმყოფო შეგვინარჩუნო. იმან რა თქვა ისი, სააკაშვილმა გაყიდაო თვითონ ჩვენ 5000 ადამიანი ცხოვრობთ აქ და უსაავადმყოფოდ როგორ უნდა ვიცხოვროთ და ან სოფელში არ არის საერთოდ საავადმყოფო. ამბულატორია საავადმყოფო არ არის, უკვე გაუქმებულია. და მეორე ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან და მინი სტადიონის შენებლობა გვინდოდა. ეს ორი უჭირს დარჩელის საზოგადოებას. რატომ ვერ უთხარით პრეზიდენტს? ვერ მოვასწარი პრეზიდენტმა თქვა და ფიგაროსავი წავიდა და ვერ მოვასწარი, რა უნდა მეთქვა.